ვინ იყო ეშმაკი დაცემამდე, რა ერქვა მას დაცემამდე. თუმცა ეს საკუთარი სახელი მან დაცემის შემდეგაც შეინარჩუნა. ამ საკუთარ სახელში შემავალი შინაარსი სრულიად დამახინჯდა, დამახინჯებულია უკვე. ეშმაკი ანუ სატანმა ღმერთს არ შეუქმნია. ეშმაკი არ არის ღვთისქმნილება. ღმერთმა შექმნა, ანგელოზები შექმნა ღმერთმა. აქ საქმე გვაქვს ჩვენ ნათლის ანგელოზის გახდომასთან ეშმაკად. ანუ ნათლის ანგელოზი გახდა საკუთარი არჩევნით მიიდრიკა ბოროტებისკენ, უკეთურებისკენ. დაცემამდე ეშმაკი ნათლის ანგელოზი იყო, როგორც სხვა ყველა ანგელოზი. არა მხოლოდ ყველა ანგელოზის მსგავსი იყო, არამედ უფრო მეტიც. აი ეზეკიელ წინასწარმეტყველი, რომელიც საუბრობს ანგელოზის დაცემაზე, იგი მიმართავს მას. სრულყოფილების ბეჭედი იყავი, სიბრძნით სავსე, მშვენიერებით სრული. არც ერთ სხვა ანგელოზი არაა საუბარი, რომ ის სიბრძნითაა სავსე და მშვენიერებით არის სრული. მშვენიერი იყო, ყველა ქმნილებაზე უფრო მშვენიერი, ყველა ქმნილებაზე უფრო ლამაზი. მისი მშვენიერება აღმოჩნდა ის მახე, რამაც იგი ამ პარტავენების სცენით დაასნეულა. ამბობენ, რომ დაცემული ანგელოზი იყო მთავარ ანგელოზიცო, რადგან ვიცით მისი საკუთარი სახელი. აი სიტყვა მთავარ ანგელოზი, არხანგელოს, ორი მნიშვნელობისაა ვიცოდეთ. ვიცით, რომ ანგელოზთა 9 დასია, ხო? და ერთ-ერთი დასი, კონკრეტულად კი მერვე დასი არის მთავარ ანგელოზთა დასი. და თვითონ აი ამ დასშიც შემავალი ანგელოზები ხარისხობრივად, ანუ განღმრთობის მიხედვით, სულიერი სიწმინდისა და ცოდნის მიხედვით სხვაობენ ერთმანეთისგან. ზოგი ანგელოზი უფრო წინარი, ანუ დაწინაურებულია, ზოგი უფრო ნაკლებ დაწინაურებულია. ამ განღმრთობილობაში, ხო? არის აგრეთვე მე-9 დასიც, რომელსაც ქვია ანგელოზთა დასი. და აი ამ დასში შემავალი ანგელოზებიც, როგორც უკვე ვთქვით, ზოგნი არიან წინ მდგომნი, ანუ უფრო განღმრთობილობაში, უფრო წარმატებული, საღვთო ცოდნაში უფრო წარმატებული, სხვა ანგელოზებზე ზოგნი არიან უფრო ქვედა საფეხურზე მდგომნი. აი ასია. და აი ანგელოზთა დასში, რომელი ანგელოზებიც უფრო წარმატებულნი არიან განღმრთობილობაში, აი მათაც მთავარ ანგელოზები ეწოდებათ. ანუ ანგელოზთა დასში არიან, მაგრამ განღმრთობილობაში, ანუ საღვთო ცოდნაში, სულიერებაში, საღვთო ცოდნაში, რადგან არიან სხვებზე უფრო წინ მდგომნი, მათაც მთავარ ანგელოზები ეწოდებათ. არის 9 დასი,